საპატრიარქოს რეზიდენციაში მანქანით შევარდნის საქმეზე დაკავებულ კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მეკა ბარბაქაძემ მიიღო. პროკურატურა როსტომ მაზმიშვილს ხულიგნობასა და ნივთის დაზიანებას ედებება. დღევანდელ პროცესზე პროკურორმა ირაკლი ყვავაძემ განაცხადა, რომ ბრალდებული წარსულში ნასამართლევია და ის დანაშაულის ჩადენის დროს პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. მისივე თქმით, ბრალდებულის მიმართ დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა. წარსულში არის ნასამართლები, კერძოდ 2025 წელს, სადაც აღნიშნულ სისხლის საქმეზე ქონდა დანიშნული ბრალდებულის ფსიქიატრიული ექსპერტიზა, შესაბამისად გაცემული იქნა შესაბამისი დასკვნა, რომელიც მომარებდა შემდგომში, რომ ის იყო შეზღუდული შეურაცხადი. მეორე მხრივ უკვე ჩვენს სისხლის საქმეზე აღნიშნული ქმედებიდან გამომდინარე, შესახლებული იქნა წინასწარი დაკავების იზოლატორში, იქიდან უკვე რამდენიმე ხანში გადაყვანილი იქნა სპეციალურ დაწესებულებაში. გამომდინარე იქიდან, რა თქმა უნდა, ბრალდების ხარით მიიჩნია, რომ აღნიშნულ საქმეზეც დანიშნული იყო ფსიქიატრიული ექსპერტიზა. სასამართლომაც განმარტა, რომ ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებდა. შესაბამისად, გამოძიებისთვის მოცემულ ეტაპზე თუ რომელი პატრიარქს მან შეხვედრა არ არის ცნობილი. რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით წარდგენილი. ამასთან დაკავშირებითაც ცალსახად ნახეთ ჩვენ ვიდეო კამერებით, რომელიც გავრცელდა და ის ქმედება, რაც განზრახ საქართველოს საპატრიარქოს მიმართ ჰქონდა განხორციელებული შესაბამისად ბრალდებულის გარკვეული სახის სხვადასხვა შეურაცხყოფები იყო მოცემულ შემთხვევაში. ეს ზოგადად სხვადასხვა პირების მიმართ იყო. დაკავებულის ადვოკატმა ილია ნაცვლიშვილმა სხდომაზე განმარტა, რომ დაკავებულის მიმართ ბრალდება არასწორად არის წარდგენილი და ბრალდების პოზიცია, რომ ის იარაღის გამოყენებით ახორციელებდა ქმედებას არასწორია, რადგან ადვოკატის თქმით, იარაღად პლასტმასის ბოთლი ვერ ჩაითვლება. ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ. სხდომაზე სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც. აუდიო ჩანაწერი სოციალურ ქსელში ვრცელდება. სამი წლის განმავლობაში სიდოდი პატრიარქას შეხვედრას. ეს ტიპი აუტოვე ხან ის სწავლობდი ხან კლასებში ვიდეო სამარაში ცნალა გენერია არანაირი აგრესია არის ასოს ხოლმე პატრიარქში თუ მოსწავლე სასამართლოს სხდომაზე მაზმიშვილმა ასევე თქვა, რომ მას კერძო ადვოკატისთვის თანხის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს. მის ინტერესებს ახლა სახაზინო ადვოკატი იცავს. შემთხვევა 20 მაისს მოხდა. პროკურატურის ცნობით ბრალდებულის ქმედების შედეგად დაზარალებულებს 9350 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი მიადგათ.